გუშინ ღამით ირანის ტერიტორიაზე განვითარდა ალბათ თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაგეგმილი და შესრულებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ალბათ სამხედრო ესეთ იმებში შევა. ისრაელს ამაზე წარმატებული განუხორციელებია, მაგალითად 67 წელს ექვსდღიანი ომის დროს, როდესაც ეგვიპტის და მისი მოკავშირეების ავიაცია აეროდრომებზე გაანადგურა, თუმცა, მასშტაბიდან გამომდინარე და მანძილიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეგვიპტე და ეს არაბული ქვეყნები ესაზღვრებოდა ისრაელს და ირანი ათასობით კილომეტრით დაშორებულია ისრაელისგან. ამის შედეგად ცხადია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პლუს იქ გარკვეული ოპერაციების ჩატარდა უშუალოდ შიგნით. ხო, ამ შემთხვევაში განსხვავება ის იყო, რომ აქ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ირანს ჰქონდა და რთულია საჰაერო დარტყმა მიაყენო ისე, რომ შენ აქეთ დაზიანებები არ მიიღო. ეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გაანეიტრალო და მერე მოახერხო შიგნით ავიაციით ოპერირება. იმ შემთხვევაში თქვა წარსული 67 წლის ანალოგი რაც იყო, ხო, იქ მოულოდნელი დარტყმა ხორციელდება, მოწინააღმდეგე ჯერ მზად არ არის და უნეიტრალებ ავიაციის დიდ ნაწილს. მოდი ესეთ ფორმულირებას გავაკეთებ 21 საუკუნეში ალბათ ყველაზე კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია. მე მგონი ესეთი ფორმულირება შეგვიძლია რომ მივცეთ. კი, სურათი რა იყო, რა მოხდა იქ, თქვათ ირანს ეხლა ცხადია, ირანი უზარმაზარი სახელმწიფოა და საკმაოდ ძლიერი სამხედრო სისტემა აქვს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი, ავიაცია, შეიარაღება საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიურ რაცაუბრებს. როგორც მინიმუმ რაოდენობრივი ასპექტი დიდი არის. შეიძლება ტექნოლოგიურად ისრაელს რაც აქვს, მაგდონის რა თქმა უნდა ირანს ახლოსაც არ აქვს, მაგრამ სუფთა რაოდენობრივად რამდენი სარაკეტო კომპლექსი აქვს, რამდენი ჰაერსაწინააღმდეგო, რამხელა ტერიტორიაზე აქვს ყველაფერი გამფენილი, ძალიან კომპლექსური ამოცანა არის რა. ხო, მაგ შემთხვევაში რა პრობლემა დგას დაბომბვის შემთხვევაში? მაგალითად, მხოლოდ სარაკეტო დარტყმების მიყენება არ არის იმდენად ეფექტური, იქიდან გამომდინარე, რომ ისეთი ძალა არ არის გამოყენებადი, როგორც მაგალითად ბომბდამშენებით მძიმე ავიაბომბების მიტანა და ინტენსიურად დაბომბვა მრავალჯერადი ტალღებით. მაგდენი რაკეტა, რომ იგივე ეფექტი მიიღოს, პრაქტიკულად არავის არ აქვს, რაც შესაძლებელია ბევრად იაფი ავიაბომბებით, ბევრად მძიმე და დიდი ძალის მქონე ავიაბომბებით მიიღო. ამიტომ მაგალითად იგივე რუსეთი რო დისტანციიდან ბომბავს, სარაკეტო დარტყმებს რო აყენებს, ეგ არ არის იგივე ავიაციას რო შეეძლოს იქ ოპერირება და მძიმე ავიაბომბებით დამუშავება ტერიტორიის. ამიტომ საჭირო ავიაციის შეფრენა უჭირს იქიდან გამომდინარე, რომ ავიაციას უკლავდება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და შეიძლება კი განვითარებული ავიაცია გქონდეს რაღაც ახალი ტექნოლოგიური, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას მაინც აქვს ამასთან შედარებით უპირატესობა და იქ ოპერირება ძნელია და ისრაელს ედგა პრობლემა ამოცანა, როგორ გაენეიტრალებინა ეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა იმისთვის, რომ შემდეგ ავიაციას ემუშავა და როგორც ისრაელის წყაროები ამბობენ და როგორც ჩანს ეგ უნდა მართლა ისრაელმა, მოსადმა, ისრაელის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს დაახლოებით იმ ტიპის ოპერაცია, მსგავსი ტიპის ოპერაცია, რაც უკრაინელებმა ჩაატარეს რუსების ავიაბაზებზე. ამათი აგენტურული ქსელი შევიდა ირანის ტერიტორიაზე, ან იქ ასე ვთქვათ, დავერბოვკებული ქსელი ყავდათ, რომლებმაც იქ შეიტანეს კამიკაძე დრონები, რომლებიც ააფრინეს გასულ ღამეს ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სიახლოვეს, სადაც განთავსებული იყო ეს სისტემები, თან იცოდნენ, ესე იგი, ზუსტად სად რა იყო განთავსებული, ააფრინეს, გაანადგურეს ამ სისტემების დიდი ნაწილი და რაც თავარია რადარების მნიშვნელოვანი ნაწილი. რადარი არის რითიც ხედავს ეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და საერთოდ ყველაფერს შერითიც ხედავ მოწინააღმდეგეს. ამით დააბრმავეს მთელი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და
სამხედრო ძალები მთლიანად ირანის და შემდეგ ამის შემდეგ ტალღაზე უკვე შეფრინდა ისრაელის ავიაცია ირანის ტერიტორიაზე და დაიწყო მე ცოტა დავამატებ, იმიტომ რომ მე მაგალითად პირდაპირ ანალოგიას არ გავავლებდი რატო. მან უფრო კომბინირებული, ანუ უფრო რთული ოპერაცია ჩატარდა ჩემი აზრით, ანუ მე რას ვუყურებდი ყოველ შემთხვევაში რა. უკრაინელებს შემთხვევაში იყო კონკრეტულად ეს კონტეინერები, საიდანაც დრონები აფრინდნენ. აქ იყო როგორი კომბინირებული დარტყმა, მოდი აი ახსნათ რა. პირველი მოხდა კიბერთავდასხმა. ანუ ირანის სამხედრო საინფორმაციო ქსელი გამოვიდა მწყობრიდან. მათ შორის მაგაზე მიუთითებენ თვითონ ირანული წყაროებიც, ირანის დასავლეთ რეგიონებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ამ მომენტისთვისაც კი არის ანუ დეზორგანიზებული ერთ მთლიან ქსელში ვერ მოქმედებს. ანუ ერთი კიბერშეტევა. მეორე იყო შოთამ რაც ახსნა, ეგ არის მართლა ადგილზე ინფილტრირებული იყო ეს კამიკაძე დრონების თემა, მაგანაც იმუშავა. პარალელურად მოხდა მასირებული საჰაერო დარტყმა, რომლებმაც მოახდინა ამ ასე თქვათ რადარების წყობრიდან, ანუ რადარს აწინააღმდეგო სპეციალური რაკეტებითაც დარტყმა მოხდა. პლუს მაგას ჯერ არ ვიცით ეგ როგორ განახორციელეს, მაგრამ ირანის ტოპ სამხედრო ხელმძღვანელობა, აი ეს საჰაერო მიმართულება რაც არის და ასე თქვათ გენშტაბის უფროსი მიწისქვეშა ბუნკერში, სადაც მათ ასე თქვათ ჰქონდათ შეხვედრა, კონკრეტულად ამ ბუნკერის განადგურება მოხდა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განადგურება ზოგადად არის სპეციფიკური ამოცანა. თუ დაუშვათ რადარი არის მიწის ზემოთ განლაგებული საკმაოდ ისეთი ფაქიზი კონსტრუქცია, რომელსაც რაღაცა მცირე ზომის მართლა FPV დრონი რო დაეჯახოს წყობრიდან გამოყავს, ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბი ეგ არის რაღაც, რაც უნდა თვითფრინავმა მიიტანოს დანიშნულების ადგილთან საკმაოდ ახლო, რა თქმა უნდა არსებობს ხა პლანირებადი ბომბები, რომელიც შეიძლება 80 კილომეტრამდე მანძილზეც კი მიფრინავდეს, მაგრამ ეგ მაინც არის მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცის შიგნით ოპერირება. და ფაქტია, რომ ისრაელის მხარემ მოახერხა ამ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე დარტყმაც. პლუს მაგას იქ ადგილზე იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, მაგის კადრებიც იყო, რომლებიც ასევე ახდენდნენ ამ დარტყმების კოორდინირებას და მაგაზეც ვიტყვი, რატო ვთვლი, რომ მარტო აი ამ დრონების თემით არ მოგვარდა ეგ თემა. იყო ეგეთი სურათი, მე თუ გვექნება ვაჩვენოთ რა. ანუ ჩვეულებრივი ესეთი პანელური სახლის გვერდი არის გადაღებული და კონკრეტული რაღაც მეოთხე თუ მეხუთე სართულზე კონკრეტული ბინის შიგნით არის შევარდნილი რაკეტა. და ის ბინა არის აფეთქებული. ანუ როგორც ინფორმაციები მოდის, კონკრეტული გენერალიტეტის წარმომადგენლები და მეცნიერები, რომლებიც ბირთვულ თემებზე მუშაობდნენ, ისინი გაანადგურეს. ეგეთი სიზუსტით, ანუ კონკრეტულ ბინაში შეგდება, როგორც წესი ხორციელდება ხოლმე, ადგილზე ვიღაცა კოორდინატორი არის, რომელიც ანუ მინათებას აკეთებს, როგორც წესი ეგ არის ლაზერით ხდება მინათება კონკრეტული სამიზნის და ბომბი რო ვარდება, იმის ანარეკლს მიყვება, ანუ ზუსტი დარტყმა ეგეთი სიზუსტის, როგორც წესი ადგილზე ფიზიკურად კოორდინატორის მეშვეობით ხდება ხოლმე განხორციელება რა და მოკლედ ძალიან კომპლექსური ოპერაცია იყო რა. მათ შორის შიგნით ჯაშუშების ქსელი იყო როგორც ჩანს რაღაც არანორმალურ დონეზე შეღწეული, იმიტომ რომ მაგალითად აი წავიდა შეტევა, ხო? კონკრეტულად რომელ ბუნკერში იქნებიან სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი პირები. ეგ ხო უნდა ადგილიდან მოგაწოდონ ინფორმაცია, ესე ჰაერიდან ვერ გაიგებ, იქ ფართო ინფრასტრუქტურა არის რა. შეიძლება სხვაგან იყვნენ, შეიძლება სხვაგან იყვნენ, ხო? ანუ ის ხალხი რომ მან შეხვედრა რომ დაიწყო საერთოდ, შეგროვდა, კონკრეტულად აქ არიან. ამ დროს უნდა დაიბომბოს, ანუ ძალიან კომპლექსური და
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ალბათ 21 საუკუნის ყველაზე კარგად დაგეგმილი და შესრულებული სამხედრო ოპერაცია არის, რაც კი გვინახავს. მასეთი სიზუსტით ყველა დეტალის ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის ცოდნა, ვინ სად რა მომენტში როდის შეიკრიბა, გულისხმობს, რომ ამერიკა პირდაპირ, ის კი არა რომ რაღაცა ეხმარება, პრაქტიკულად პირდაპირ ჩართული იყო სადაზვერო დონეზე, სულ ცოტა, ამერიკის სატელიტები პირდაპირ ონლაინ რეჟიმში ხედავდნენ ყველაფერს, რაც ხდება ირანის თავზე და მოკლე ვიდეო რო ვაჩვენოთ, დაახლოებით ვინც თქვა ჩახედული არ არის, რომ მიხვდეს რა იგულისხმება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში და მათ განადგურებაში, ასეთი გაავრცელეს, თქვა ინტერნეტში ვრცელდება ეს გრაფიკა, ხო? აი ეს არის რაღაც კომპლექსი, რომელიც შედგება გამშვები სარაკეტო მოწყობილობისგან, რომელმაც ჩამოაგდოს მოწინააღმდეგის რა ხდება? რა ხდება? მე მგონი კონტაქტის პრობლემა. ხო, მოკლედ და ეს თქვა კომპლექსი იცავს გარკვეულ ტერიტორიას. აფრენილი, აქ ეგრეა ნაჩვენები, რომ ისრაელიდან აფრენილი ავიაცია ანადგურებს ამ კომპლექსს, მაგრამ იდეაში ეს კომპლექსი იმისთვის არის, რომ ზუსტად ავიაციისგან დაიცვას ტერიტორია, მხოლოდ ავიაციით გაანადგურებს, თვითონ ისრაელის მხარე ამბობს, რომ მათ შორის შეგზავნილი დივერსანტები ანადგურებდნენ, როგორც ჩანს კომპლექსურად იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ მომენტისთვის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მართლა მიადგა კოლოსალური ზარალი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას და რატო? მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად ისრაელის ავიაცია მუშაობს შეფერხების გარეშე, ჩამოგდებული არც ერთ თვითმფრინავი მათ არ ქონიათ. მთელი დღის განმავლობაში ბომბავენ ისრაელის სამხედრო ბაზებს, მათ შორის ბირთვულ ირანის სამხედრო ბაზებს, ბირთვულ ობიექტებს, არაფერი არ უშლით მათ ხელს. ესე იგი, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ მართლა ორგანიზებული და ძალიან სერიოზული ბაზაა. ირანის მხარემ განაცხადა, რომ რაღაცა რაოდენობის ისრაელის უპილოტო აპარატები ჩამოვაგდეთო. მაგრამ ეგ მართლა შენ თქმის არ იყოს ამ მასშტაბის შეტევის პირობებში არამნიშვნელოვანი ზიანი არის, არაფერს არ ნიშნავს ფაქტიურად. მოდით, ორი სიტყვით, ვინც არ არის, ინფორმირებული რა სერჩის ერთმანეთს ეს ორი სახელმწიფო, მაგაზაც შევეხოთ და მერე როგორ განვითარდება სავარაუდოდ მოვლენები და ჩვენზე როგორ აისახება და ზოგადად სოფლიოზე როგორ აისახება, მაგაზეც ვისაუბროთ. საიდან დაიწყო ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი? ეს ყველაფერი უკავშირდება 1978 წელს, როდესაც ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია და ძალაუფლებაში მოვიდნენ თეოკრატიული მმართველობის მომხრეები, აიათოლები, რომლებიც, შარიათის კანონით მართავენ ისრაელს, ირანს და გარკვეული იდეოლოგიური თუ რელიგიური წარმოდგენები აქვთ, როგორც პოლიტიკისადმი, ასევე ზოგადად სამყაროსად. და ერთ-ერთი იდეოლოგიური შეხედულება არსებობს ირანში, უпростоრედ მმართველობაში, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს. სანამ ისრაელი არსებობს, და ეს რელიგიური მოტივით იხსნება. და ეგ არის ოფიციალური სახელმწიფო პროპაგანდა, ირანში და თეირანში რომ მოძრაობს, ჩვეულებრივად ეგ პლაკატებზე არის გამოკრული, რომ ისრაელის განადგურება არის პოლიტიკურ მიზანს კი არ ემსახურება ისრაელის განადგურება, რელიგიური შინაარსიც აქვს, რომ სანამ ისრაელი არ განადგურდება, ვერ გაიმარჯვებს ისლამი. ეგრე უყურებენ ისინი. ცხადე ისრაელისთვის ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე, ვინაიდან ირანი არ არის ახლა პატარა ქვეყანა, მით უმეტეს წლების განმავლობაში ირანი საკმაოდ ეფექტურად ახერხებდა ისრაელის გარშემო საკუთარი პროქსი ძალების შექმნას, ჩამოყალიბებას, იგივე ლიბანში ჰეზბოლა, სირიაში, როდესაც ასადი იყო ხელმძღვანელობაში. თუმცა ეს გავლენის
შესაძლებლობები ირანს წლების განმავლობაში მოეშალა. განსაკუთრებით შარშან პრაქტიკულად ჰეზბოლას ლიდერშიპი განადგურებულ იქნა დაახლოებითი რაღაც ოპერაციის შედეგად. თუმცა ჰეზბოლა გასაგები იყო ვინაიდან ძალიან პატარა. ხო, არავინ არ ველოდებოდით, რომ ჰეზბოლა რაღაცა მაღალ ტექნოლოგიურ წინააღმდეგობას გასწევდა, მაგრამ ირანს რაც ერთ დღეღამეში უქნეს, ეგ მართლა განსაცვიფრებელი ეფექტურობის. კი ბატონო, ის ბოდიში გიორგი გაწყვეტინებ, ესეთი დონაცია მოვიდა. ჰანიბალი გვწერს, რომ ისრაელის საუკეთესო დაზვერვა ყავს ამბობდნენ და როგორც ჩანს სიმართლეა 10-დან 10-ო და ალბათ ეგრე შეფასება სწორია. ეგეც მე ავხსნათ როგორ ახერხებს ისრაელი მსგავსი ეფექტური ოპერაციების თუ საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას, ეგეც მნიშვნელოვანია. მაგრამ რო დაუბრუნდეთ ამ ომის, ამ კონფლიქტის საწყის შინაარს ყველაფერი უკავშირდება შემდგომ იმ საკითხს, რომ ირანი ძალიან აქტიურად წლების განმავლობაში ქმნიდა ბირთვულ იარაღს. უფრო სწორედ ამდიდრებდა ურანს და პრაქტიკულად უკვე ეს იარაღი პრაქტიკულად შექმნილი იყო. და ისრაელის ეს ოპერაცია მათ შორის იყო გამოწვეული იმით, რომ თუ რაღაცა ან მოლაპარაკებებით, ან სხვა გზით ირანს არ აიძულებდნენ, ან არ დათანხმდებოდა იმაზე, რომ შეეწყვიტა ბირთვული იარაღი შექმნა, ირანს ადრე თუ გვიან გაუჩნდებოდა ეს იარაღი. ამიტომ უკაცრავად ხო, მე მაშინ ჩაგეჭრა რომ ანუ სინამდვილეში ირანისა და ისრაელის დაპირისპირება წარმოადგენს პოლიტიკურ, რეგიონალურ, სამხედრო და რაც თავარია რელიგიურ კონფლიქტს. და ჩვენ მაგალითად ახლა ამის ანალიზს რო ვატარებთ, საქართველოში ვადევნებთ თვალყურს იგივე უბედურ სენს, რაც უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით არის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ომსაც უყურებს როგორც ფეხბურთს. ხო, ამ ომს უყურებს როგორც ფეხბურთს და ანუ როგორი საკითხი, აი ჩვენები იგებენ თუ სხვისიანები და ვინ რამდენი გოლი გაიტანა, ანალიზი დაიყვანება ხოლმე მაგამდე და მე მინდა რომ აი ისევ იმ ასპექტს დაუბრუნდე, რითიც დავიწყე ეს გადაცემა, რომ აი ისრაელი და ირანი ერთმანეთში ეხლა არის ომის მდგომარეობაში. ირანს ჯერ რამე პასუხების გაცემა არ დაუწყია. მან რა მოხდება არ ვიცით, მაგრამ აი ამ წუთას რაც ვიცით არის შემდეგი. ჩვენი უშუალო მეზობელი ირანის ტერიტორიაზე იბომბება ბირთვული ობიექტები. ბირთვული რეაქტორები ხალხო. ანუ არის ადგილი სადაც ხდება ბირთვულ თემებზე მუშაობა, ცენტრიფუგები, რომლითაც ამდიდრებენ ურანს, არის კვლევითი ლაბორატორიები და რაც თავარია რეაქტორები. და ხალხი აქ ამას როგორ უყურებს, იცი რომ აი ფეხზე კიდე აი მანდ ეს დარტყმები ჯერჯერობით გრძელდება. რო დადგეს ეგეთი სიტუაცია, რომ რაღაცა მინი ჩერნობილის ვარიანტი გაგვეჩითოს ჩვენ. აგერ არის ყურის ძირში ეგ ყველაფერი. ვისაც გინდა იმას გულშემატკივრე ფეხბურთის კუთხით, კაცო, აქ თუ ყურის ძირში ჩვენ ბირთვული რეაქტორიდან გაჟონვის თემა დაგვეწყო და აქეთ წამოიღო ეგ ყველაფერი. წესით ხო მაგაზე უნდა ნერვიულობდეთ პირველად. ეგ არ არის მხოლოდ ის პრობლემა, რაზეც ჩვენ უნდა ნერვიულობდეთ. მეორე ნაწილში გადავიდეთ კონკრეტულად მაგ თემებზე, რომ აი დასაფრთხეები. საერთოდ ის მოუყვეთ დეტალურად ჯერ ეს კონფლიქტი საერთოდ გუშინ რატო დაიწყო? ანუ საქმე იმაში რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამერიკასა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამერიკა ითხოვდა რომ ირანს შეეწყვიტა ბირთვული იარაღის წარმოების ცდელობა, ანუ ურანის გამდიდრების პროცესი მიმდინარეობს და ირანი არის პრაქტიკულად დასრულების ზღვარზე ბირთვული იარაღის 90% გამდიდრებული ქონდა. ნუ ეგეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ნუ ზღვარზე იყო და ძალიან ცოტა აკლდა.
და ისრაელი თვლიდა და ამერიკაც ისრაელთან ერთად პირველი საფრთხე ისრაელს ემუქრება რა თქმა უნდა რომ მას შემდეგ რაც ირანი შექმნიდა ამ იარაღს გახდებოდა ბევრად ირანის გახდებოდა ბევრად სახიფათო რეგიონში და დადგებოდა ძალიან დიდი საფრთხე რომ ბირთვული დარტყმა შეიძლება მიეყენებინა ისრაელს. ისრაელს აქვს თავის მხრივ უკვე ბირთვული იარაღი. სხვათა შორის მე ახლა გამახსენდა რომ გუშინ წინ მე მგონი თუ არ მეშლება, ანუ რამდენი 2-3 დღის დიაპაზონში ეგეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ირანმა ჩაატარა იმპლოზიური ტესტი. ანუ ეგ რას ნიშნავს? ვინც არ იცით ბირთვული იარაღი მოქმედებს ეგრე რადიოაქტიულმა გამდიდრებულმა ურანის რაღაცა კონკრეტულმა ფიზიკურმა ობიექტმა, როგორც წესი ასეთი ბურთია, ესეთი აი ამ ზომის რაღაცა ბურთი. მაგან უნდა მიაღწიოს კრიტიკულ მასას. ანუ იქ უკვე უნდა წავიდეს ჯაჭვური რეაქცია და მაგას ვეძახით ატომურ აფეთქებას. ამ კრიტიკული მასის მიღწევა ხდება შემდეგნაირად. აი ამ ბურთს, ამ რადიოაქტიული მეტალის ბურთს გარშემო აქ ასაფეთქებელის ესეთი მეორე ბურთი აკრავს. ძალიან პრიმიტიულად ხსნი, მაგრამ ატომური ბომბი ეგრე მუშაობს და ერთდროული დეტონაციით ხდება ამ შიდა ბურთის დაპრესვა აფეთქების შედეგად და ეგრე აღწევს ეს კრიტიკულ მასას და ხდება მერე ბირთვული აფეთქება. ანუ გარედან ეს ასაფეთქებელი ასრულებს ეს არის ეგრეთ წოდებული იმპლოზიური, ანუ დასაწნეხი აფეთქება, რომელიც მერე იწვევს ბირთვულ აფეთქებას, იმიტომ რომ კრიტიკულ მასამდე მიყავს და ირანმა როგორც ჩანს მართლა, იმიტომ რომ ესეთი ესკალაცია რომ მოყვა, ახლა გამახსენდა დაუკავშირე, რომ აი ამ გარე, ანუ თვითონ ურანის გარეშე, აი ამ გარე გარსის იმპლოზიური ასაფეთქებლის გარსის ტესტი ჩაატარა და ეგ ნიშნავს, რომ ანუ თუ იმ ეტაპზე ხარ უკვე მისული, რომ აი ამ მოწყობილობას აწყობდა უბრალოდ შიგნით ურანი უნდა ჩადო შესაბამისად გამდიდრებული და უკვე ბირთვული ბომბი გაქვს, ეგ ერთ-ერთი ტრიგერი აღმოჩნდა, როგორც ჩანს, რომ ეს ოპერაცია დაეწყო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ჩანდა, რომ დასკვნაზე საბოლოო ჯამში ვერ გადიოდნენ და რთულად მიმდინარეობდა ამერიკასა და ირანს შორის და გუშინ უკვე ისრაელმა როგორც ჩანს კი არა მე შემდეგ განაცხადეს კიდევაც პირდაპირ რომ ისინი საკუთარი ქვეყნის არსებობის დასაცავად იძულებულები გახდნენ ასეთი ფორმულირება მისის იძულებულები გახდნენ რომ წინსწრები დარტყმა მიეყენონ პრევენციული დარტყმა იმიტომ რომ სხვანაირად ჩანდა რომ ირანი არ თანხმდებოდა თავისი ბირთვული პროგრამის შეჩერებას. ჩემი საყვარელი კითხვა რომ დაგისვათ შეიძლება? საერთაშორისო კანონმდებლობა რას გვეუბნება მაგ თემას? საერთაშორისო კანონმდებლობა გვეუბნება რომ სუვერენული ქვეყნის ქვეყანაზე მიიტანეს დარტყმა ისეთი მიზეზით, ანუ ბირთვული იარაღის შექმნის მიზეზით, ქვეყანამ რომელსაც თვითონ აქვს ბირთვული იარაღი. ანუ მისთვის რაც შეიძლება ასეთი მიზეზით მიიტანეს სხვაზე, მაგრამ საერთაშორისო კანონმდებლობა საბოლოო ჯამში არ არსებობს და მით უმეტეს აღარ იარსებებს ახლა. და ჩვენ ხო ამას ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც თვალსა და ხელშუა ჩამოინგრევა წარმოდგენები საერთაშორისო კანონმდებლობის მნიშვნელობაზე, მათ შორის დასავლურმა ქვეყნებმა გაამართლეს ეს ქმედება, საკითხი ეგრე დააყენოს, რომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ისრაელს აქვს უფლება დარტყმები მიიტანოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ეგ როგორი რაღაცა იცი, ობიექტურად უნდა გვესმოდეს, რომ ეგრე დადგება ხოლმე საკითხი, როცა აი, ჩემი ქვეყნის მიმართებაში ჩვენ რო იმისი თავი გქონდეს, რომ ვიღაცა გვემუქრება და პრევენციული დარტყმა განვახორციელოთ იმისთვის, რომ ის თავს არ დაგვესხას, სამწუხაროდ მაგისი სამხედრო პოტენციალი არა გვაქვს, მაგრამ აი თეორიულად რო გქონდეს, ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მე მაგას მხარს დაუჭერდი. ანუ გაეროს წესდებით არ შეიძლება ცოტა ფეხზე მეკიდებოდა. მეც. ხო. და ყველას ფეხზე კიდია, ეგეთი ეპოქაა, რომ ეგეთი ეპოქაა ყველას ფეხზე კიდია. ჩვენ დიდი ხანია უკვე საუბრობთ, რომ სულ უფრო კონფლიქტური გახდება ჩვენს გარშემო რეგიონი და ანუ როგორც ვამბობდით, ეგ პრინციპში ხდება და მოდით აი ახლა წინასწარ რაღაც მედიაში უკვე ირანი დამარხეს, უკვე გაანადგურეს. მოდით მაგ თემაზეც გადავიდეთ, იმიტომ რომ ეგრე ერთი
ერთი დარტყმით, რაც არ უნდა ის ეფექტური იყოს ირანის ზომის და რესურსების მქონე ქვეყნის განადგურება დაშლა წარმოუდგენელია და მოდი მაგაზეც ვისაუბროთ სავარაუდოდ როგორ განვითარდება მოვლენები ირანი რა საპასუხო ზომებს მიიღებს და შემდეგ ცხადია მე გადავიდეთ ჩვენზე როგორ აისახება ეს ყველაფერი. აი ჩვენ თუ გაქვს რუკა, მოდი გავხსნათ რუკა, იმიტომ რომ ირანი გეოგრაფიულად ძალიან საინტერესო ადგილზე მდებარეობს, რომელიც მის გარკვეულ შესაძლებლობებს ანიჭებს. სანამ თქვენ მაგასნით, აი პარალელურად ხა ტელეგრამში მოდის შეტყობინებები, რომ ნუ ისრაელის მხარე ამბობს, რომ ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ დაახლოებით 100 ბალისტიკურ რაკეტას ამზადებს ხა ირანი საპასუხო გასროლისთვის. ანუ მანდაც ჯერ პროცესი მიდის, არ ვიცით, ხა ეს რამდენად სწორი ინფორმაცია არ არის, ეგ გამოჩნდება. მაგრამ აი მოდი რუკა გამოვიტანოთ მართლა. ანუ ირანის ინამდვილეში ხა არის საკმაოდ ძლიერი რეგიონალური მოთამაშე. ტერიტორიულად ის არის უკრაინაზე დაახლოებით 4-ჯერ უფრო დიდი ქვეყანა. თუ არ ვცდები 1,600,000 კვადრატული კილომეტრია და ცხოვრობს დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი. ანუ უკრაინაზე არის მოსახლეობის 3-4-ჯერ უფრო დიდი. ეს დიდარი ქვეყანა გაზით, რესურსებით, ნავთობით ერთ-ერთი ექსპორტიორია ნავთობის, სხვათა შორის ნავთობის ფასმა არანორმალურად მოიმატა ერთ დღეში და 20% ავარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ეს ომი ფართომასშტაბიან სახეს შეიძენს, შეიძლება ასეულობით დოლარი გახდეს ნავთობი და ერთი ჩtildeოილი მეზობელი ექსტრა სუპერ მოგებას მიიღებს ამ ყველაფრის შედეგად, მაგრამ რო დაუბრუნდეთ რუკას, ირანს აქვს შემდეგი უპირატესობა. გარდა იმისა, რომ ირანი ეხლა როგორც შენ ეხლა უკვე გააჟღერე ინფორმაცია, სავარაუდოდ ამზადებს საპასუხო დარტყმებს ისრაელის ტერიტორიაზე და ირანს ჩვენ ვიცით, რომ აქვს რამოდენიმე 1000 ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ის ამზადებდა აი ამ დღისთვის. ნუ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, ისრაელის მედია ვრცელებს, რომ დიდი ნაწილი ამ ბალისტიკური რაკეტების განადგურებულია, მე ცოტა ეჭვი მეპარება. ზედმეტად დეცენტრალიზებული იყო და იმდენ ადგილას მიწისქვეშა იმაში ქონდათ გადანაწილებული ირანელებს, რომ ყველას განადგურება ცოტა ზედმეტი. მე უფრო ვუკავშირებ ირანის ამ პასიურ მოქმედებას იმას, რომ მისი სამხედრო ხელმძღვანელობა განადგურებული და სანამ ეხლა ახალი ადამიანები ინიშნებიან. გენშტაბის უფროსი მოუკლეს, ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის ხელმძღვანელი მოუკლეს, საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელი მოუკლეს, ეს მე რაც ეხა 15-მდე მაღალჩინოსანი მოუკლეს დაახლოებით. ნუ ეს ყველაზე ტოპი არის, ანუ გენშტაბის უფროსი, საჰაერო დაცვის უფროსი და ყველაზე ელიტური გვარდიის უფროსი თუ გამოვიდა მწყობრიდან, ეგ ნიშნავს, რომ ფაქტიურად თავი მოკვეთეს. დეზორგანიზებულია სამხედრო უწყება, თუმცა ცხადია ხა 15 კაცის და 3 გენერლის ყლელობით ამხელა ქვეყანას ვერ დაანგრევ, ხო? ჩამნაცვლებელი ყოველთვის გამოჩნდება. მე უკავშირებ ირანის პასიურობას ამას და ირანი მიიტანს საპასუხო ბალისტიკურ დარტყმებს ისრაელზე. ცხადია, ეს არ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც აქეთ განახორციელეს, როგორც აქეთ განახორციელა ისრაელმა, თუმცა ამით დაიწყება. ისრაელის საჰაერო თავდაცვას ჩვენ ვიცით, რომ მიცავს მათ შორის შეერთებული შტატები, იქ უზარმაზარი სამხედრო ინფრასტრუქტურაა მომზადებული იმისთვის, რომ ამ ბალისტიკური რაკეტების გადაჭრა მოხდეს, სხვათა შორის აი ზელენსკი როც უწუნებდა, ჩვენთვის უნდა გადაეცათო ანტისაჰაერო რაკეტები და ისრაელისკენ მიმართესო, ეს სწორედ ამისთვის იყო ეს ყველაფერი განკუთვნილი.